გასული წლის 26 ოქტომბერს ზუსტად ამ დროს საზოგადოებამ უკვე კარგად იცოდა რა მეთოდებით ცდილობდა ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას. ამ დროს რეგიონებში უკვე დაფიქსირებული იყო ფაქტები, როდესაც საარჩევნო ყუთში ბიულეტინებს ყრიდნენ დამკვირვებლები და ზუსტად ამ დროისთვის უკვე საზოგადოება ემზადებოდა დიდი პროტესტისთვის. ასე ხდება ახლაც 1 წლის შემდეგ, ზუსტად 7 საათზე დაიწყება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე. ამის შემდეგ უკვე იქნება მსვლელობა. ამ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის დამკვირვებლები, რომლებიც გასულ წელს საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები. ახლა ის ადამიანები, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქუჩაში დგანან, პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ეს გრძელვადიანი პროტესტი როგორმე ჩაახშოს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს კანონები, რომელიც ქართულ ოცნებას დაჩქარებული წესით შემოაქვს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს გრძელვადიანი პროტესტი როგორმე გაჩერდეს. ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს პროტესტი მაგალითად ასახელებდნენ კონკრეტულ თარიღს, რომ ოქტომბრიდან ნოემბრამდე დასრულდებოდა. ამის შემდეგ უკვე ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ახალ წლამდე დასრულდებოდა ეს პროტესტი, თუმცა დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ მათი პროტესტი არ გაჩერებულა და ამბობენ, რომ არ გაჩერდება იქამდე, სანამ მიტაცებულ არჩევნებს არ დაიბრუნებენ. ჩვენ როგორც ჩანს, მარტივად ვახერხებთ ჩვენი ესე ვთქვათ, ფიქსირებული სტაბილური რაოდენობის ჩვენებას რუსთაველზე საჭირო მომენტებში, საჭირო თარიღებში. საქართველოს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ხალხია უპირატესობაში. ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გავიაროთ ღირსეულად, რასაც ქვია უხელისუფლებობა. ჩვენ უნდა დავრჩით ამ ბრძოლაში, საბოლოოდ უნდა ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ არა რაღაცა კონკრეტული ჯგუფი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მოსახლეობის უმეტესობა არის ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ ევროპული მომავალი და რომლებიც მზად არიან, რომ ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად გამოვიდნენ და დააფიქსირონ ეს საკუთარი სათქმელი. უთხრან ქართულ ოცნებას, რომ არ გვსურს ჩვენ მათნაირი ხელისუფლება, არ გვსურს ჩვენ პრორუსული ხელისუფლება, ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ გვსურს დასავლური ცივილიზაცია. ვარ აი ამ წინააღმდეგობის 1 წელზე კიდევ უამრავი ადამიანი გამოვა, ისე როგორც წინა შემთხვევებში იყო და კიდევ ერთხელ ვუჩვენოთ არალეგიტიმურ რეჟიმს, რომ ჩვენი დანებება არის გამორიცხული, გარდაუვალი და ისევე როგორც დანებება არის გარდაუვალი, გამარჯვება ჩვენ იქნება გარდაუვალი. დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან მთავარი იდეის გარშემო, რომ უნდა დაიხსნან სინდისის პატიმრები და რომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, არის არალეგიტიმური. სწორედ ამიტომ ხალხი კვლავ ითხოვს ხელახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად დღეს ქუჩაში იქნებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც და მათი პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდება. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.